მოგესალმებით 3D ბეჭდის სამყაროში. ჩემი ვიდეოებიდან თქვენ მიიღებთ ინფორმაციას 3D ბეჭდის შესახებ და ჩემთან ერთად თქვენ შეძლებთ რომ ისწავლოთ 3D ბეჭდა. დღეს ვისაუბრებ 3D პრინტერების შესახებ. 3D პრინტერი შედგება ექსტრუდერისგან, დაფისგან, ფილამენტის მიწოდების სისტემისგან, პატარა სქრინიდან, ახლა არ მოქვს შეერთებული და დაფისგან და ძირითადი სისტემა, სადაც არის პლატები მოთავსებული. არსებობს სხვადასხვანაირი პრინტერები, რომლებიც მუშაობს როგორც ჩვეულებრივ ფილამენტზე, ისევე რეზინაზე. მე არ მაქვს რეზინის პრინტერი, ამიტომ ვისაუბრებ ჩვეულებრივ პრინტერების შესახებ. მე აქვს როგორც A1 mini, ბამბულაბის, ასევე P1S. ორივე არის ბამბულაბის მოდელი. დასაწყებად იდეალური არის ბამბულაბ A1 mini. მეც ამ პრინტერით დავიწყე და ბევრი რამე სწავლა შეუძლია ამ პრინტერის დახმარებით. მისი ფასი არის ძალიან მისაღები, თუ უბრალოდ გინდათ გამოცადოთ თქვენი თავი ამ სფეროში, ასევე ძალიან ხარისხიანია და მოგცემთ იმის საშუალებას, რომ შეცდომები დაუშვათ ისე, რომ ეს ძალიან არ აისახოს თქვენ პრინტერზე. რა საშუალებას გვაძლევს დიდი და პატარა პრინტერი? პირველი რაც აღგზნობა დასანახია, ეს არის დაფის ზომა. A1 mini სამ განზომილებაში ბეჭდავს 180 მმ-ს. ეს არის 18 სანტიმეტრი. ხოლო P1S საშუალებას გვაძლევს, რომ დავუბეჭდოთ 256 მმ. ეს არის დაახლოებით 26 სანტიმეტრი სამივე განზომილებაში. შემდეგი რასაც დავინახავთ, ეს არის დახურული. P1S აქვს თავის, ასე ვთქვათ, ყუთი, რომლის შიგნიდან იბეჭდება, ხოლო A1 სერიის პრინტერებს ეს არ აქვს. მე მგონი ყველას არ აქვს. A1 და A1 mini-ს ვიცი რომ არ აქვს. დახურული სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ დავუბეჭდოთ ABS-ის მასალა. მასალებზე ვისაუბრებ შემდეგ ვიდეოში. გარე ტემპერატურა იყოს ერთნაირი და შესაბამისად ნაბეჭდი უკეთესი გამოგვივიდეს. ჩემ პრინტერებზე თქვენ დაინახავთ, რომ A1 mini-ზე არის დამაგრებული მხოლოდ ერთი ფერის ფილამენტი, ხოლო P1S-ზე მაქვს ჩადებული 4 ფერის ფილამენტი. ეს არ არის დამოკიდებული პრინტერის ზომაზე ან მოდელზე. ამას ქვია AMS-ი, როდესაც ბევრი ფერით შეგვიძლია დავუბეჭდოთ, მაგრამ AMS-ის დამაგრება შეგვიძლია როგორც დიდი, ისევე პატარა პრინტერზე. AMS-ის პრივილეგია არ არის მხოლოდ ფერადად დაბეჭდა. AMS-ის გამოყენება ძალიან კომფორტულია, რადგან ჩემ შორტ ვიდეოებში ნახავთ, როგორ უნდა შევცვალოთ A1 mini-ზე ფილამენტი. ეს ხდება ხელის მიწოდით და სქრინის გამოყენებით. დრო რომ დავინიშნე, ამას დაჭირდა 5 წუთი, ხოლო როდესაც AMS-ი გვაქვს, ფილამენტს მოვათავსებთ მხოლოდ შესაბამის ტუბში და შემდეგ პროგრამის საშუალებით პრინტერი თვითონ წაიღებს იმ ფერს, რასაც მიუთითებთ. სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ მასალების შესახებ და იმედია დარჩებით ჩემთან ერთად. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი.